გამარჯობა, მოკლედ დღეს დავიწყებთ საუბარს ღვიძლის დიფუზური დაავადების რადიოლოგიაზე. ანუ ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება ის, რომ ამ დაავადებების დროს ღვიძლის პარენქიმა დიფუზურად ზიანდება. დავიწყებთ ყველაზე ხშირი, რაც ხდება ხოლმე კლინიკურ პრაქტიკაში, ეს არის ღვიძლის გაცხიმოვნება, ანუ ღვიძლის სტეატოზი, ხო? კვლევა, რომელთაც შეფასებას ვიწყებთ, ხშირად არის ულტრაბგერა, ამიტომ ულტრაბგერის ნიშნებით დავიწყებთ. ღვიძლის სტეატოზის დროს გვეზრდება ღვიძლის ეკოგენობა, რასაც ხედავთ ამ ეკოგენობის შეფასების დროს ღვიძლის ეკოგენობას ვადარებთ თირკმლის ეკოგენობას და ნათლად ხედავთ, რომ თირკმელთან შედარებით ღვიძლის ეკოგენობა არის მომატებული. დამატებითი ნიშნები, რაც გვაქვს ამ სტეატოზის არის ის, რომ ეს ჰეპატოციტების ჩალაგებული ცხიმი ხელს უშლის ბგერის გატარებას, ანუ იზრდება ბგერის თანთქმა და შესაბამისად ღრმად ჩვენ გვიჭირს უკვე სტრუქტურების დანახვა. და გარდა მაგისა რაც არის ის, რომ თუ გახსოვთ წინა ლექციიდან, როდესაც ნორმალურ ღვიძლის ანატომიას უყურებდით, ღვიძლის კარის პორტალური ტრიადის ირგვლივ და ღვიძლის კარის ვენის ირგვლივ ხედავდით ეკოგენურ სტრუქტურებს. აქ მართალია გვაქვს ისწავლები ღვიძლში, თუმცა ეს ეკოგენური სტრუქტურები არ ჩანს, ანუ პერიპორტალურად ეკოგენურ სტრუქტურებს ვეღარ ვარჩევთ. ამის მიხედვით შემუშავებული არის ამ სტეატოზის ხარისხობრივი შეფასებაც. არ ვიყენებთ ამას ძალიან ხშირად, თუმცა რახან არსებობს, მოკლედ გამიხილოთ. ანუ ეს პირველი ხარისხის დროს რაც გვაქვს არის, რომ დიფუზურად არის მომატებული ღვიძლის ეკოგენობა, ანუ თირკმელთან შედარებით მაღალია ეკოგენობა, თუმცა ხედავთ ჩვენ ღვიძლის შემდგომ სტრუქტურებს, როგორც არის მაგალითად დიაფრაგმის კონტური აქვს და ასევე კარის ვენის ირგვლივ შენახული არის პერიპორტალური ეკოგენობა, რომელიც გვაქვს. შემდგომი სტადიის დროს ეს პერიპორტული ეკოგენობა გვეკარგება, ანუ რომელი იქნება ეს თუ ეს. მეორე ხარისხის დროს. ეს ხო? იმიტომ რომ აქ ისევ შენახული არის დიაფრაგმის კონტური, ანუ ღვიძლის მიღმა ვხედავთ სტრუქტურებს, თუმცა უკვე პერიპორტული ეკოგენობა დაკარგული არის და მესამე ხარისხის დროს უკვე ვეღარ ვარჩევთ ჩვენ ღვიძლის მიღმა რა ხდება. ეს ხარისხობრივი შეფასება, სუბიექტური შეფასება არის ოპერატორზე ზედა დამოკიდებული და მაგიტომ ძირითადად გვაინტერესებს ხოლმე კლინიკური პრაქტიკის დროს ეს სტეატოზი აქვს თუ არა პაციენტს ან არ აქვს რა. ამის რაოდენობრივი დათვლაც შეგვიძლია და თანამედროვე სისტემებით არის ციხის შეფასების დროს შესაძლოა მოხდეს ამ ბგერის შესწავლების პარამეტრის, რომელიც სხვადასხვა წარმოებად, სხვადასხვა დასახელებით აქვს თვითონ აპარატში და ხარისხობრივად იზომება, ანუ რაოდენობრივად სტეატოზის ხარისხი. თუმცა ამასაც კლინიკური ღირებულება მხოლოდ ის აქვს, რომ სუბუქი გაცხიმოვნების შემთხვევების დროს გვიზრდის სენსიტიურობას. ანუ რეალურად რატო გვჭირდება ჩვენ რომ ვიცოდეთ პაციენტს აქვს თუ არა სტეატოზი. რის ფაქტორი არის ღვიძლის სტეატოზი? ხო, სანამ ფიბროზამდე მივა, თვითონ სტეატოზი ფიბროზის რის ფაქტორი არ არის. სტეატოზსა და ფიბროს შორის არის სტეატოჰეპატიტი. ანუ ამ გაცხიმოვნების გამო ადამიანს შეიძლება დაემართოს სტეატოჰეპატიტი, ანუ სტეატოჰეპატიტს როგორ მიხვდებით პაციენტს აქვს თუ არა? რომელი ლაბორატორიული ანალიზი დაგვეხმარება ამაში? ხო, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, როგორც არის ALT, AST, იქნება მომატებული, ხო? თუ ეს უკვე მომატებული არის, პაციენტს აქვს სტეატოჰეპატიტი და უკვე აქვს იმისი რისკი, რომ დაემართოს ფიბროზი. ფიბროზი თუ გაღრმავდება, შემდგომ შეიძლება ეს გადავიდეს ციროში, ხო?
ანუ ხარისხობრივად კორელაცია არ არსებობს, ანუ დაბალი ხარისხის გაცხიმონება თუ მაღალი ხარისხის გაცხიმონება პაციენტს მაინც შეიძლება დაემართოს სტეატოჰეპატიტი და სტეატოჰეპატიტი პროგრესირდეს მერე ღვიძლის ფიბროზში, ხო? ამიტომ კლინიკური ღირებულება მხოლოდ აქვს იმას, პაციენტს აქვს თუ არა სტეატოზი და ეს დამატებით პარამეტრები უბრალოდ კურნალ-ლექების ეხმარება იმაში, რომ მონიტორინგი გაუწიოს მის ქმედებებს, რამე შედეგი ქონდა თუ არა ღვიძლის გაცხიმონებას და ამას შეიძლება ეს ხარისხობრივი პარამეტრები დაგვეხმაროს, თუმცა ისეთი ღირებულება არ არის. თან ეს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველა ულტრაბგერის აპარატს არ შეუძლია მისი რაოდენობრივი დათვლა და ხელმისაწვდომობა შესაბამისად დაბალი არის ამ პარამეტრების ზომის. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ღვიძლის გაცხიმონების დროს თვითონ ღვიძლში შეიძლება შეგვდეს ადგილები, რომელიც უფრო მეტად იყოს გაცხიმონებული ვიდრე დანარჩენი ღვიძლი, ან უფრო ნაკლებად. თუ უფრო მეტად არის გაცხიმონებული, ამას ვეძახით ფოკალურ გაცხიმონებას, თუ ნაკლებად არის გაცხიმონებული, ეს ანუ იგივე focal sparing ეწოდება ამას, ანუ ღვიძლის ნაწილი არის მეტწილად დაზოგილი გაცხიმონებისგან. ეს ყველაზე ხშირად ხდება პერიპორტულად, ანუ კარის ვენის ირგვლივ, ასევე ნამგლისებრი იოგის გარშემო და მესამე ადგილი, რომელიც ხშირად გვაქვს ხოლმე, არის ნაღვლის ბუშტის სარეცელის მიმდებარედ. ეს ადგილი რომელი იქნება? აი ეს რა სტრუქტურაა აქ? კარის ვენა, ხო? ანუ პერიპორტულად, ხო? ეს გაცხიმონება თუ პირიქით ფოკალური სპეარინგი ამ შემთხვევაში. ფოკალური სპეარინგი, ანუ ფოკალური დაზოგვა, ხო? ამ შემთხვევაში ეს ხედავთ, რომ ნაღვლის ბუშტი არის და ეს არის ნაღვლის ბუშტის ფოსო, ხო? ნაღვლის ბუშტის ფოსოს მიმდებარედ გვაქვს ასევე ფოკალური სპეარინგი, ანუ ფოკალური დაზოგვა, ხო? ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ფოკალური გაცხიმონება, იმიტომ რომ ეკუთვნება ამ უბნის უფრო მეტი არის ვიდრე დანარჩენი ღვიძლის, ხო? ეს პათოლოგიები არ უნდა აგვერიოს ღვიძლის მასებში, არ უნდა თქვათ, რომ ეს არის გარკვეული ონკოლოგიური პროცესი და ამაში გვეხმარება ძალიან სისარღვოვანი არქიტექტურა. ანუ ამ გაცხიმონებულ უბანში სისარღვები ჩვეულებრივად მიდის ისე, რომ მათი არქიტექტურა დარღვეული არ არის, ხო? განსხვავებით მასებისგან, რომლებიც იწვევენ ამ სისარღვების არქიტექტურის ცვლილებას. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, რომლის დროსაც გაცხიმონება გამოხატული არის ღვიძლის კაფსულის მიმდებარედ. ხო, ხედავთ ნათლად, რომ ცალ-ცალკად კაფსულის მიმდებარედ არის გაცხიმონება. თუ შეგიძლიათ მოიფიქროთ, რა შემთხვევაში შეიძლება ქონდეს მსგავსი ის. ცოტა რთულ კითხვასო? ხო, რა შემთხვევაში შეიძლება ქონდეს პაციენტს სუბკაფსულური გაცხიმონება ღვიძლის. პაციენტს აქვს ინსულინრეზისტენტული დიაბეტი. ხო, ნუ ეს ცოტათი იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მაინც რო ვიცოდეთ, ეს პაციენტი ინტრაპერიტონეალურად იკეთებდა ინსულინს და შესაბამისად ის ადგილი, რომელთა ექსპოზიციაც იყო, რომელთან ახლოსაც ინსულინი იმუშავებდა, გაცხიმოვდა, ხო? ზუსტი მიზეზი ჩვენ არ ვიცით ამ ფოკალური გაცხიმონების, რაც გვაქვს ხოლმე, თუმცა ეს მაგალითი გვაძლევს საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ ლოკალური გაცხიმონება ხდება ღვიძლის სისარღვოვანი ანატომიის თავისებურებებიდან გამომდინარე, ხო? როგორც წინა ლექციიდან ვთქვათ, გავაგზავნოთ, ღვიძლის სისარღვოვანი მომარაგება არის დუალური, მარაგდება როგორც არტერიული სისტემით, ასევე კაკარის ვენის სისტემით და ის უბნები, რომლებიც უფრო მიდრეკილია, რომ მეტი ინსულინი და მეტი ნუტრიენტი თქვათ მიიღოს, იქ უფრო ჩალაგდება ეს ცხიმები უჯრედებში და შესაბამისად იმ ადგილებში მეტად მიიღებთ ამ გაცხიმონებულ უბნებს, რა.
სტეატოზის დიაგნოსტირება შეგვიძლია კომპიუტერული ტომოგრაფიითაც, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვიჭირს ხოლმე განსაკუთრებით კონტრასტული კვლევების დროს, ყოველთვის არ არის რომ გქონდეს კვლევები, რომლებშიც გვაქვს ჩვენ უკონტრასტო კატეგორია, შეიძლება პორტუგალიის ვენის ფაზაში გადავიღოთ მხოლოდ კვლევა და ამ დროს საკმაოდ გართულებული არის ამის დიაგნოსტიკა. როგორც წესი, თვალით ყოველთვის ღვიძლის სიმკვრივეს ამ შემთხვევაში ვადარებთ ხოლმე ელენთის სიმკვრივეს და ელენთის სიმკვრივესთან შედარებით არ უნდა იყოს დაბალი ღვიძლის სიმკვრივე. ეს რასაც თვალით ვხედავთ. თუ რაოდენობრივად შევაფასებთ ამას, ანუ ჰაუნსფილდის ერთეულებში, თუ კი ღვიძლის ატენუაცია 40 ჰაუნსფილდ ერთეულზე ნაკლები არის, უკვე ამ ღვიძლს შეგვიძლია გაცხიმოვნებული ღვიძლი დავარქვათ, ან ელენთასთან შედარებით 10 ჰაუნსფილდ ერთეული თუ დაბალია ღვიძლის სიმკვრივე, ამასაც შეგვიძლია დავარქვათ ღვიძლის გაცხიმოვნება. თუმცა, კონტრასტული კვლევების დროს იმის გამო, რომ იოდი შეგვყავს ჩვენ ორგანიზმში გარედან, როგორც ელენთის, ასევე ღვიძლის სიმკვრივე იცვლება და მაგდროს საკმაოდ გართულებული არის. თუ პორტულვენურ ფაზაშიც ხედავთ, რომ ღვიძლის სიმკვრივე 40-ზე ნაკლებია, შესაბამისად ამასაც შეგვიძლია ღვიძლის გაცხიმოვნება დავარქვათ. თუმცა ამ დროს თუ მხოლოდ ერთი ფაზა გვაქვს, ამის შეფასება გაძლიერებული არის. ასევე სტეატოზის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ღვიძლის ზომაში და მოცულობაში გადიდება, ხო? ყველაზე ცნობიარე სტეატოზის შესაფასებლად არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით შეგვიძლია ნათლად დავინახოთ ღვიძლში არის თუ არა ცხიმოვანი ქსოვილი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი რეჟიმი, რომელსაც ვიყენებთ, არის in and out of phase რეჟიმები. ანუ ეს რეჟიმები პროტონებს წყალში და პროტონებს ცხიმოვან ქსოვილში ჯერ სვავს ერთ ფაზაში და შემდგომ საპირისპირო ფაზაში. ამ პაციენტს, პირველ პაციენტს, ზედა პაციენტს, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს არის ფაზაში, როდესაც პროტონები როგორც წყლის პროტონები, ასევე ცხიმის პროტონები არიან ერთ ფაზაში და საპირისპირო ფაზაში ხედავთ, რომ გამოსახულება დიდად არ გვეცვლება. ეს იმის გამო არის, რომ ღვიძლში არ არის ცხიმის პროტონები და ეს მათი სხვაობა დიდად არ გვაძლევს განსხვავებას. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ღვიძლში უკვე გვხვდება ცხიმში არსებული პროტონები, opposite phase, ანუ საპირისპირო ფაზაში ხდება სიგნალის დაკარგვა, რადგან წყლის პროტონებს აკლდება ცხიმში არსებული პროტონები და ამ სიგნალს ვკარგავთ. თუმცა პარადოქსულად, თუ გაცხიმოვნება არის 50%-ზე მეტი, ანუ უფრო მეტი პროტონი გვაქვს ცხიმში ვიდრე თვითონ წყლის შემცველი პროტონები, სუმაცია შეიძლება იყოს გაცილებით ნაკლები ვიდრე ჩვენ ვხედავთ იმაზე, ხო? ეს არის რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში, იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში წყლის პროტონების რაოდენობა იქნება ნაკლები და შესაბამისად სხვაობის დროს გვექნება მსგავსი ეფექტი. უფრო ზუსტი შეფასება შეგვიძლია ეგრეთ წოდებული PDFF რეჟიმით, სადაც შეგვიძლია ზუსტად პროცენტულად დავთვალოთ ცხიმის შემცველობა ჩვენ. ანუ აქ ხედავთ, რომ აქ ამ შემთხვევაში არის 53%, ამ შემთხვევაში არის 33%, ეს გადაღებული არის უშუალოდ კურნალობის შემდგომ. ეს შედარებით ნაკლებად ხშირად ვიყენებთ ხოლმე მსგავს იმას, ძირითადად გვჭირდება ხოლმე პაციენტების მონიტორინგისთვის და კლინიკური კვლევების დროს. ასევე შეგვიძლია სპექტროსკოპით განსაზღვროთ როგორც წყალში არსებული პროტონები, ასევე ცხიმში არსებული პროტონები და შესაბამისი პიკები მივიღოთ. თუმცა ესეც დროს მოითხოვს ხოლმე და კლინიკური პრაქტიკის დროს იშვიათად ვიყენებთ ძირითადად კლინიკური კვლევების დროს რა. ანუ როგორც თქვით, სტეატოზის პრობლემა სტეატოზის დროს არის ის, რომ სტეატოზი შეიძლება გადაიზარდოს სტეატოჰეპატიტში, სტეატოჰეპატიტი შეიძლება გადაიზარდოს ღვიძლის ფიბროში, ხო?
შესაბამისად ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა, რაც საშუალებას მოგცემს, რომ სტეატოჰეპატიტის მქონე პაციენტები შევაფასოთ ისინი პროგრესირებენ თუ არა და მათში ვითარდება თუ არა ფიბროზი. ამის საშუალებას გვაძლევს ელასტოგრაფია. ელასტოგრაფიის გაკეთება შეიძლება როგორც ულტრაბირით, ასევე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით. მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უფრო ზუსტი არის ვიდრე ულტრაბგერა დღესდღეობით, მას ნაკლებად ხშირად ვიყენებთ იმ მიზეზით, რომ როგორც მოითხოვს ხანგრძლივ დროს, ასევე უფრო მეტ ფინანსურ რესურსს და მონიტორინგის მხრივაც არ არის ძალიან ხელსაყრელი. ამიტომ ყველაზე ხშირად ვიყენებთ ხოლმე ულტრაბგერას. აქაც ცოტა სირთულეებთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ყველა ულტრაბგერის გამოშვებ კომპანიას აქვს განსხვავებული მეთოდი, რომელთაც ითვლის ამ ელასტოგრაფიას და ოდნავ რიცხვები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ასევე სრული რიცხვები განსხვავებულია განსხვავებული პათოლოგიების დროს, როცა ჩვენ სარწმუნოდ ვამბობთ, რომ ამ პაციენტს აქვს ფიბროზი და სარწმუნოდ ვამბობთ, რომ ამ პაციენტს აქვს ციროზი. თუმცა ეს შესაბამის სხილებში შეიძლება ამ ინფორმაციის მოძიება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მონიტორინგი ხდებოდეს ერთსა და იმავე ხელსაწყოზე, რადგან ამ პარამეტრების დინამიკაში კონტროლი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. როგორც ვთქვით, ფიბროზი შეიძლება პროგრესირებდეს ღვიძლის ციროში და ღვიძლის ციროს უკვე აქვს დამახასიათებელი რადიოლოგიური ნიშნები, ხო? პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ღვიძლის კონტურებს. ღვიძლის კონტურებს ვხედავთ, რომ აქ არის კვანძოვანი, ხო? გარდა მაგისა სპეციფიური ნიშანია წინა ლექსის დროს აღვნიშნეთ, რომ ღვიძლის ციროზის დროს ღვიძლის დანარჩენ სეგმენტებთან შედარებით ზომაში იზრდება კუდიანი წილი. ეს რითი იყო განპირობებული თუ ახსოვთ? ვენური დრენაჟი ჰქონდა დამოუკიდებელი დანარჩენი წილებისაგან განსხვავებით, ხო? ასევე ჩვენ შესაძლოა შეხვდეს ასიტი ამ დროს და კიდევ დამახასიათებელია ღვიძლის ციროზისთვის სპორტული ჰიპერტენზია და მისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ხო? სპორტული ჰიპერტენზიის ნიშნები რა შეიძლება იყოს? ეხლა ჩვენ წნევის გაზომა ულტრაბგერით არ შეგვიძლია და სხვა მეთოდებით ძირითადად ვივიყენებთ ხოლმე სისხლის დიამეტრს, ანუ პორტული ჰიპერტენზიის დროს კარის ვენის დიამეტრი, ისევე როგორც ელენდის ვენის დიამეტრი იქნება ზომაში გაზრდილი. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ხოლმე პორტოკავალური ანასტომოზები, ანუ წნევა ისე შეიძლება გაიზარდოს კარის ვენაში ღვიძლის რეზისტენტობის გამო, რომ რთული გახდეს სინუსოიდების დახმარებით სისხლის დაბრუნება ღვიძლის ვენურ სისტემაში. ამის გამო განვითარდება ის ადგილები, სადაც წნევა არის ნაკლები და ეს არის ის ანატომიური ადგილები, სადაც ერთმანეთთან ჭიდროდ არის დაკავშირებული კარის ვენის სისტემის ვენები და სისტემური ვენები, ხო? ამ ადგილას გვაქვს ერთ-ერთი მიდამო, ეს არის საყლაპავის ირგვლივ მდებარე სტრუქტურები, ასევე ჭიპის ირგვლივ მდებარე სტრუქტურები, ეს არის სწორი ნაწლავის მიმდებარედ არსებული სტრუქტურები, მარცხენა თირკმლსა და ელენთას შორის არსებული ვენები და შესაძლოა ამ პორტული ჰიპერტენზიის დროს აქ განვითარდეს კოლატერალური ქსელი, ხო? ამის გართულება რა შეიძლება იყოს? სისტენა, ხო? და ამ სისტემის საპროფილაქტიკოდ შეიძლება მოხდეს გარკვეული ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის ეგ წოდებული TIPS პროცედურის ჩატარება, რომ გავაადვილოთ სისხლის გადინება კარის ვენის სისტემიდან ცენტრალური ვენური სისტემისკენ. და ასევე ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება შეხვდეს ციროზის დროს არის ასციტი, ხო? ანუ ასციტის მიზეზი რა შეიძლება იყოს? რატო ვითარდება ასციტი? ხო.
ხო, ანუ ორი მიზეზი აქვს, ერთი არის გაზრდილი ვენური წნევა, ხო? და მეორე მიზეზი რა შეიძლება იყოს? ანუ ღვიძლი რას ასენთებს ცილაც, ხო? თუ პაციენტს ჰიპოალბუმინემია აქვს, შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს ასეთის განვითარებას, ხო? აა ან მოკლედ მიმოვიხილეთ ძალიან ჩვენ ციროზი და ამას დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ციროზის თავის მხრივ არის რისკ ფაქტორი ღვიძლის ონკოლოგიურ დაავადებებს, რომელსაც მომავალში განვიხილავთ და უფრო დეტალურად ამაზე ვისაუბრებთ. ასევე აღსანიშნავი არის დიფუზური დაავადებები, ღვიძლის დიფუზური ანთებითი დაავადებები, ანუ ჰეპატიტები. სამწუხაროდ ძალიან სენსიტიურები არ ვართ ჰეპატიტების დიაგნოსტიკის დროს, შესაძლოა ეს იყოს მხოლოდ კლინიკური დიაგნოზი, თუ არ არის თუ შორს ეს შედარებით შორსასული სიმპტომები. თუმცა გვაქვს გარკვეული სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვარაუდი მივიტანოთ ჰეპატიტზე. მაგალითად ეს არის ულტრაბგერითი სურათი და ულტრაბგერით სურათზე ვხედავთ, რომ უჩვეულოდ მაღალი ექოგენობის სტრუქტურები ხდება პერიპორტალურად, ხო? ამ სურათს ეძახიან ვარსკვლავით მოჭედილი ცის სურათს, ანუ starry night appearance ქვია ამას და ეს ხდება იმიტომ, რომ ღვიძლი პარენქიმა შუბდება, ანუ სითხური კომპონენტები მასში იზრდება და პერიპორტული სტრუქტურები ამის გამო არის უფრო მეტად გამოკვეთილი დანარჩენი ღვიძლისგან. აქ კატეკლევაზე ვხედავთ, რომ პერიპორტულად ასევე გვაქვს შეშუბება, ხო? და ასევე შეშუბებული არის რომელი ორგანოს კედლები აქ? რომელი ორგანო იქნება? ნაღვლის ბურთი, ხო? ნაღვლის ბურთის კედლების სუბსეროზული შეშუბებაც შესაძლოა იყოს ჰეპატიტის ერთ-ერთი გამოვლენა. ისევე როგორც შეიძლება შეგვხვდეს მაგალითად გულის უკმარისობის დროს, როცა წნევა მაღალი არის ღვიძლის ვენებში, ხო? და ასევე ეს რომელი გამოკვლევის სურათი გვაქვს აქ მაგნიტურიზმის ტომოგრაფიის. ერთი რეჟიმია ეს თუ ტეორი რეჟიმი. კარგად დააკვირდით. ანუ თავს უგს ტვინის სითხეს დააკვირდით აქ. სითხე არის ჰიპერინტენსიური, ხო? ანუ არის ტეორი რეჟიმი. პერიპორტულად აქაც გვაქვს ტეორის ჰიპერინტენსიური სიგნალები, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ პერიპორტულად აქაც არის შეშუბება. ნუ ესეც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ერთ-ერთი ნიშანი. ანუ ღვიძლის ზომაში გადიდება და ეს ნიშნები რაც ჩამოვთვალეთ, მეტად ეჭვს მიგვატანებს, რომ შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ჰეპატიტი. თუმცა ჰეპატიტი შეიძლება იყოს მთლიანად კლინიკური დიაგნოზი და ჩვენ რადიოლოგიურად განსაკუთრებით სუბუქ შემთხვევაში ვერაფერი ვერ დავიჭირებთ. ეს არის შემდგომი კითხვა თქვენთან. ანუ ვიცით, რომ პაციენტს აქვს არითმია და ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთ-ერთი სურათი, სადაც რას ვხედავთ ღვიძლზე. რა შეგიძლიათ თქვა ღვიძლის სიმკვრივეზე ამ შემთხვევაში? ხო, კონტრასტული კვლევა არ არის, ეს არის ღვიძლის სიმკვრივე არის უბრალოდ გაზრდილი უკონტრასტო კვლევაზე, ვერც აორტაში და ვერც ვენებში ჩვენ კონტრასტს ვერ ვხედავთ, შესაბამისად ეს არის უკონტრასტო კვლევა, ხო? რის გამო შეიძლება ქონდეს? ხო, ეს პაციენტი სავარაუდოდ არითმიის გამო იღებდა ამიოდარონს და როგორც ვიცით, ამიოდარონი რომელ იმას შეიცავს ელემენტს? იოდს, ხო? და ეს იოდი ლაგდება ღვიძლში და იწვევს ღვიძლის სიმკვრივის მომატებას. ნუ ეს შეიძლება ფუნქციურ დარღვევაშიც გადაიზარდოს და ამიტომ უნდა ვიცოდეთ ისტორია, პაციენტის ისტორია, როდესაც ვუყურებთ კვლევას, ხო? იმიტომ რომ მსგავსი სურათი შეიძლება შეხვდეს სხვა დაგვევების დაავადების დროს. მაგალითად, როგორც არის რკინით გადატვირთვა. ხედავთ, რომ ღვიძლის სტრუქტურა, ღვიძლის სიმკვრივე არის დაახლოებით იგივე. იმავე მიზეზით, რომ ღვიძლში ამ შემთხვევაში დაგროვდა რკინა, ხო? რკინის დაგროვება შეიძლება მოხდეს ბევრი პათოლოგიის დროს, გვაქვს როგორც პირველად ჰემოქრომატოზი, ასევე პათოლოგიები, რომლის დროსაც უბრალოდ სისხლის ტრანსფუზია გვიწევს ხშირად და ეს რკინა, ჭარბი რკინა დაგროვდება ღვიძლში. თუმცა რა პრობლემა შეიძლება შეექმნას პაციენტს ამ რკინის დაგროვების გამო?
ნუ ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას, არა მარტო ღვიძლის პრობლემაში. ხო, გააჩნია რომელ ორგანოში დააგროვდება, ეს იქნება ღვიძლი, გული, თუ ასე შემდეგ შეიძლება ბევრი პათოლოგია განუვითარდეს, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პაციენტებში ჩატარდეს დროული ქელატური თერაპია. ქელატური თერაპიის განსასაზღვრად კი ძალიან გვეხმარება ხოლმე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დინამიკაში გამოვიკვიროთ პაციენტები, თქვა თუ რკინის ტრანსფუზია ხშირად გვიწევს, რაღაც პერიოდში ერთხელ ეს პაციენტები გავტესტოთ და ვნახოთ რა მოდის მაგნიტორეზონანსულ პარამეტრებს. განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს T2 star, ანუ T2 PIPK პარამეტრს, ხო? რკინა, როგორც ვიცით, არის პარამაგნიტური ელემენტი, როდესაც ის ლაგდება ორგანოში, ლოკალურ მაგნიტურ ველს არხევს და ეს იწვევს T2 პარამეტრის და T2 PIPK პარამეტრის შემცირებას, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ ამ დრო, რომელიც სჭირდება ამ T2 star პარამეტრს და ამ გარკვეული მცირე დრო თუ ეს პარამეტრი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ეს შეიძლება გახდეს ქელატური თერაპიის დაწყების საფუძველი ჩვენთვის. ეს ხდება მანამდე, სანამ პაციენტს განუვითარდება სიმპტომები, ხო? თუ სიმპტომები განუვითარდა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევად პროცესებამდეც მივიდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თადარიგი დავიჭიროთ ამ შემთხვევაში, ხო? მსგავსი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც პაციენტის გულის შემთხვევაში, ასევე პაციენტის ღვიძლის შემთხვევაში და სხვა ორგანოების შემთხვევაში. თუმცა ყველაზე ხშირად ფასდება ხოლმე გული და ღვიძლი, ხო? ღვიძლში და ქელაციას ღვიძლის შემთხვევაში ვიწყებთ, როცა ღვიძლში რკინის კონცენტრაცია მეტი არის 5 მგ/გრამზე, ანუ გრამი ღვიძლის პანქიმა იგულისხმება და 5 მგ ამ შემთხვევაში რკინის ის. ეს პარამეტრი პირდაპირ არ მიიღება MRI კვლევით, ჩვენ პირდაპირ ვიტყვით T2 star დროს, ხო? T2 PIPK დროს. და გვაქვს ცხრილები, იმის დამიხედვით ეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი რა სიმძლავრის არის ეს 1.5 ტესლა თუ 3 ტესლა, ეს მონაცემები იცვლება და კონვერტირდება სპეციალური ცხრილების საშუალებით, უბრალოდ ცხრილი არ მოვიტანე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ცხრილები არის ეს რა. ღვიძლის შემთხვევაში ეს არის და გულის შემთხვევაში უბრალოდ დრო გვაქვს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ გავამართლოთ ქელატური თერაპიის დასაწყისი, ასე ვთქვათ. ნუ ამითი მოკლედ მიმოვიხილეთ დღეს ჩვენ ღვიძლის დიფუზური დაავადებები. შემდგომში გადავალთ ღვიძლის ფოკალურ დაავადებებზე შემდეგი ლექციისთვის, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ღვიძლი ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე ინციდენტალურად გარკვეულ მასებს და სტრუქტურებს და უნდა ვიცოდეთ ჩვენ როგორ დავაყოლინოთ მე შემდგომ პაციენტი მას სჭირდება თუ არა დამატებითი კვლევა და თუ ჭირდება რა დროის შემდგომ და რა გზით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მადლობას გიხდით დღეს ყურადღებისთვის და კითხვები თუ გაქვთ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე.